განათლების სამინისტრო არ აპირებს გამომცემლების მოთხოვნების ნაწილის გათვალისწინებას და წიგნების გრიფირების წესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლის. განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას განმარტებით აზრთა სხვადასხვაობა ორ საკითხს მოჰყვა: ტენდერის გამოცხადებას და წიგნების რეალიზაციას. არც ერთი პრინციპული საკითხი განათლების სამინისტრომ არ გაითვალისწინა. ტენდერის გამოცხადება და წიგნების რეალიზაცია სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემელთა პრინციპული მოთხოვნებია. არტანუჯის დამფუძნებელი განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შეცვლას კიდევ ერთხელ ურჩევს. კარგი განათლება ეს არის კარგი სახელმძღვანელო. მეტიც, ეს არის საუკეთესო სახელმძღვანელო და საუკეთესო სახელმძღვანელოს შესაქმნელად გამომცემლობებს ელემენტარული პირობები უნდა ჰქონდეს და მას სამინისტრო ხელის გადაგრეხვის პირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს. განათლების სამინისტრო მოთხოვნებს კონკურენციის შეზღუდვა დაფასებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით 2 აპრილს ის კრიტერიუმები გასაჯარაოდება, რომლითაც გამომცემლებმა უნდა იხელმძღვანელონ. ჩვენ ვთვლით, რომ ტენდერი საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებული ტენდერი, მათ შორის სოფლიო ბანკის მოდელით ჩასატარებელი ტენდერი მისაღებია, დასაშვებია და შესაძლებელია. როდესაც საუბრობენ, რომ ფანქარს და წიგს ვერ იყიდი ერთნაირად, გეთანხმებით. ვერ იყიდი ერთნაირად. ფანქრის ტენდერი არის სხვანაირი, ხოლო წიგნის ტენდერი არის სხვანაირი. ამასთან არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა წიგნების შეძენის, მათ შორის წიგნების როგორც შინაარსის და არა წიგნების როგორც დაბეჭდილი წიგნის შეძენისთვის. წიგნის ქართულ ბაზარზე სასკოლო სახელმძღვანელოებს 20-მდე გამომცემლობა გამოსცემს. გამომცემელთა თავმჯდომარის განცხადებით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ბაზარზე გამომცემელთა გაქრობას გამოიწვევს. საუბარია იმაზე, რომ რაც არ უნდა მაღალი ქულა მიიღოს შენ მიერ წარდგენილმა წიგნმა, 100 ქულაც რომ მიიღოს და იყოს პირველი ლიდერი სხვა გამომცემლების მიერ წარდგენილ წიგნებს შორის, ეს შენ არ გაძლევს არანაირ გარანტიას, რომ შენგან სახელმწიფო წიგნს შეიწყიდეს და ეს სკოლებში მოხდება. წიგნის გამომცემელთა ქართული ასოციაცია 10 წელია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრია. ორგანიზაცია გრიფირების წესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესასწავლად საქართველოში ხვალჩამოვა და მხარეებთან კონსულტაციებს